დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 5 ივნისია, ხუთშაბათი ეთერში ერთსულუნების დილა, გეგინემში წერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მეც ყველას მოგესალმებით. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსმამა დავით გარეჯელს მოიხსენიებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რა თემებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ამასო მოგვიანებით. მოგახსენებთ, ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. ხუთი ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს დავით გარეჯელს და მის მოწაფე ლუკიანეს. ღირს დამიანეს, მეფე ყოფილ დემეტრეს, შენ ხარ ვენახის მთქმელს. წმინდა მოციქულთა სწორებს მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას. წმინდა იოანე პირველს, მცხეთისა და სრულიად იბერიის მთავარეპისკოპოსს. ღირს მოწამე მიქაელ საბაწმინდელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე მოძღვარი როგორც სულიერი მამა. 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მოხალისეობრივ პლატფორმა ტყის მეგობრის შესახებ და ასევე გეტყვით, რომ ეს დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ეროვნული სადღეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი დავით დამენია. მოგეხსენებათ 30-31 მაისს გაიმართა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. კონფერენცია ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით. ჩვენმა თანაწამყვანმა ელისაბედ აბულაძემ ჩაწერა ინტერვიუ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც გახლავთ სტოკჰოლმის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მიქაელ ჰიალმი. გადაცემის მსვლელობისას მოვისმენთ ინტერვიუს. როგორც უკვე აღნიშნეთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა დავით გარეჯელის ლავრიდან ჩაგორთვება დეკანოზი დავით კონჯარია, ზღვის მდებარე ბიჭვინთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, რომელიც იმყოფებოდა მომლოცველობით გზაზე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სულ მალე დაგიბრუნდებით ვიდეო რგოლის შემდეგ მოძღვართან ერთად.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილამშვიდობისა, მამა ირაკლი. დილამშვიდობისა, გილოცავთ ყველას. დღევანდელ დღეს შეგეწიოთ ამ დღის მადლი, დღევანდელი წმინდანების მეოხება და ძალი და უფალმა მათი ლოცვი და მეოხებით ბრავას დაგასწროთ, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით მამა ირაკლი. მოძღვარი როგორც სულიერი მამა ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა, თუმცა ვიდრე ამ თემაზე გადავიდოდეთ და ვისაუბრებდით, გვინდა რომ გავიხსენოთ ღირსი მამა დავით გარეჯელი დღეს ასევე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს მეფე მირიანს და დედოფალ ნანას. მოკლედ შეძლებს დაგვარად როგორც შევძლებთ რომ გავიხსენოთ და შევახსენოთ მაყურებელს თუ ვინ იყვნენ ეს უდიდესი წმინდანები. დიახ, ნამდვილად დღეს არის უდიდესი დღესასწაული საქართველოსთვის, კერძოდ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისთვის. სულ რამოდენიმე წელიწადია, რაც საქართველოს ეკლესიის კალენდარში შევიდა ესეთი ფიქსირებული დღე, რომ დღევანდელი დღე კერძოდ ქართველი ერის გაქრისტიანება. ანუ ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით გარკვეულად ეს დღე არის მიგნებული, გამოკლე, როცა მოხდა ის ისტორიული ფაქტი, როცა ქართველი ერთწლოვნად უკვე შეუდგა იესო ქრისტეს სარწმუნოებას და ვიცი ჩვენ უკვე გამოცდილებით, წარსულით, როგორც წმინდა გიორგი თაწმინდა გაგვიმართა, რომ რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობს, აღარასოდეს უარ გვიყვიეს იგი, არც მარჯვნივ მიდრეკლერ ჩვენი ერი, არც მარცხნივ, არამედ აი ეს სამეუფო შუალედ ორი გზით მიდის ღმერთთან. და სწორედ ბუნებრივია ასეთი დღესასწაული რომ არის შეტანი კალენდარში და რადგან ქრისტიანულმა განაპირობა ჩვენი მთელი ყოფა ტრადიციები და აქამდე მოგვიყვანა ვიცით ამ წმენამ, ბუნებრივია მოხსენებული არიან ის თავარი მოქმედი გმირები, ეს ერთლა რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საერთოდ ამ დღის არსებობაში ჩვენი არის ისტორიაში. პირველად, რა თქმა უნდა, წმინდა ნინო, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს, რომ 1 ივნისს ჩვენ აღვნიშნეთ ვიზეიმ წმინდა ნინოს საქართველოს შემობრძანების დღე, ბუნებდა მასთან ერთად წმინდა მეფე დედოფალი ნანა, ასე მოციქულთა სწორად წოდებულნი 27 იანვარს წმინდა ნინოს გარდაცვალების მიცვალების დღე, მაგრამ დღევანდელი დღე, რადგან ერის გაქრისტიანება შეხება, ბუნებდა წმინდა ნინოს 8 წელი არის განუზომლა დიდი, მისი დამსახურება, ვიცით ერთ ისტორიაზე აღარ გადავალთ. წმინდა მოიხსენებ ასევე რა თქმა უნდა მოციქულთა სწორედ მეფე მირიანი დედოფალი ნანა, რადგან რა თქმა უნდა სამეფო ხელისუფლების მოქცევამ ბიძგემისა და გახდა პირობა მთელი ერის შემდეგ გაქრისტიანების და მათაც ვიხსენიებთ, მადლიერებას გამოვხატავთ და ასევე რა თქმა უნდა არ უნდა დავიწყოთ წმინდა იოანე პირველი მცხეთისა და სულად ივერიის მთავარეპისკოპოსი, ანტიოქიის დიდი მღვდელმთავრის ევსტათის პირველი საეკლესიო კრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრის მე ნაკურთხი ეპისკოპოსი, ესე ნიშანდობლივია საოცარი კვირა გვაქვს საერთოდ 1700 წლისთავი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან და მასთან დაკავშირებული ეს მოვლენებიც გამოგზავნილი წვენა იოანე, რომელსაც უშუალოდ ეს მღვდელმოქმედება აღასრულა, რომელსაც ჩვენი ერის გაქრისტიანმა მონათულა ქვია, გასაგები რომ იყოს, ისიც იოანემ ჩამობძანდა წმინდა მირიანის თხოვნით კონსტანტინე დიდის ლოცვა კურთხით მათი ხსენება ჩვენ კიდევ გუშინ 2 დღის წინ აღვასრულეთ. უდიდესი მოღვაწის მას ისტორიაში დიდი ეწოდა მოციქულთა სწორი ასევე საოცარი პერიოდი, აი როცა დამთავრდა ქრისტიანობის დევნა, ეს 10 დიდი დევნა ცნობილი და სამსაუკოვანი სისხლისღვრა, როცა ამოისუნთა შვებით ქრისტიანობამ და მისმა მორწმუნეებმა უკვე დადგა აღორძინოს აყოვის პერიოდი და ერთ-ერთი ამ აყოვის პერიოდში საქართველოს მოწინავე რაგში, ამიტომაც განიხარა კონსტანტინე, როცა გაიგო მეფე მირიანის თხოვნა მისის გაქრისტიანების შესახებ და სიხარულით გამოუგზავნა ეპისკოპოსის და მღვდელით, რომელსაც აღასრულეს ეს ნათლობის უდესი აქტი, იცით მყარი აკურთხეს მაშინ იოანემ, წმინდა იოანემ მთავარეპისკოპოსმა, მღვდლები და დიაკვანი ახდეს. ეს ადგილიც კი მოძიებულია მიახლოთ ბაგინეთი მცხეთაში არის ერთ მყართან იცით, სადაც მოხდა ეს ქართველი ერის ნათლისღება, ეს ადგილი ნიშანდობლივია, რადგან აქ ბაგინეთში მდებარეობდა ძველი აქმის ეკლესია, სინაგოგა, მაშტილი ადგილობრივი ებრაელების ჩამოყალიბებულა, სწორედ ძველი აქმის დარღვევის ადგილი, სადაც დამთავრდა ბნელი შემოვიდა ნათელი, მოხდა ჩვენი ერის ამ ნათელთან ზიარება. აღასრულა წმინდა იოანე და ბუნებრივია მასაც ეკლესია დღეს იხსენიებს და მართლაც აი დღევანდელ დღეს იწყებს ჩვენი ისტორია ათვლას ქრისტესთან ერთად და ამიტომაც დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ჩვენ სარწმუნოებას, რომ სწორედ შემთხვევითი არ არის, რომ მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ვისურვებ საკუთარ თავსაც და ყველას რომ ლოცავ, რომ მერტვა გაგვაძიოს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. ხოლმე სწორედ ქრისტიანმა შეგვამეცნებინა ჩვენ ზოგადად საკაცობრიო უმთავრესი ღირებულება ეს არის სამებასთან მიახლოებული და მსგავსი, ანუ ღმერთის სამშობლო და ამას ჩვენ პატრიარქიად გვახსენებდა მის უწნესობა ილია მეორე, რომელიც აი ესე გვახსენებს, გვიდევს ცნება და გვაკურთხებს, რომ სწორედ ამ სამ ღირებულებას უნდა ემსახუროს ადამიანი. რომ ის სახურბაც ადამიანს მარტო აცხონებს კი არა, წმინდანაცაც კი შეიძლება გახადოს და ეს ყველაფერი ჩვენ სარწმუნო ქრისტიანმა მოგცა გარდა კიდე სხვა ბევრი ამრავი სიკეთეებისა. და სწორედ მათ იხსენებს ეკლესია, ასევე არ უნდა დავივიწყოთ მეფე დემეტრე პირველი, დავით აღმაშენებელი წმინდა მეფის შვილი, რომელიც დავით მამის სიცოცხლეშივე უკვე
დიდი პიროვნება ბრძანდებოდა, არა ნაკლები მამისა, ეს ისტორიული წყაროებას მიაკუთვნებს. დიდგორის ბრძოლის ისიც გმირი ბრძანდებოდა, იცით თქვენ მოგიხსენებათ, როცა დავით აღმაშენებლის საოცარი გამარჯვება მოიპოვა, იყო აღმაშენებელი, როცა დავითი გარდაიცვალა, უკვე მან იცით ესეთი დიდი ძლიერი სახელმწიფო შექმნა და უკვე დემეტრეს მოღვაწეობა იყო ამ სახელმწიფოს შენარჩუნება და იქ დააშორა მთელი თავის ცხოვრება. მართალია შემდეგ იგი გახდა ღალატის მსხვერპლი. ამიტომაც როცა უკვე ჯერ დილგვაროვნები აუხედნენ, შემდეგ საკუთარი შვილის განუდგა და მოსხვა მეფობა, ტახტიდან გადაყენება, უკვე კარგად დაინახა მეფე დემეტრე ამ ქვეყნის ამოვება და სიცრუე, დაუთმო ტახტის შვილს თვითონ ბერად აღვიკეცა და იქაც უდიდესი წარმატება მოიპოვა სულიერი. იმხელა აი საოცარი მეომარი ადამიანი მართლაც ასეთი მთელი თავისხმა დამაშრალი ქვეყნის ზრუნვაში როგორ იყო ამხელა ღვთისმეტყველი. და ჩვენამდე შემორჩა მისი შექმნილი გარკვეული თხზულებები, უდიდესი ჰიმნოგრაფი, ამას აფასებენ საეკლესიო წრეების დიდოსტატები და თუნდაც ის რა დღის ჩვენამდე მოვიდა მისი იამბიკო შესხმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, შენ ხარ ვენახითი ჩვენ მართალია ეს მცირედი სახოტბო საგალო, მაგრამ მთელი წმინდა მეფის სულიერება ჩანს და სწორედ იგი დამიანე წოდებული დავით გარეჯის ხსენებულ მონასტერში აღესრულა და შემდეგ დაკრძალულია გელათის ტაძარში, რომელიც მისი მამის დაწყებული საქმე მან აღასრულა და განაშენა და აკურთხებინა გელათის ტაძარი. და ასევე ღირსი დავით გარეჯე და დახუნძრულია სულიერ დღევანდელი დღე მართლაც უდიდესი წმინდანი, ყველას მოგეხსენება მე-6 საუკუნეში შემოძანებული ივანე ზედაზნელის მოწაფე, რომელიც ჯერ სამოღვაწეო თბილისში დამკვიდრდა, ერთგვარად თბილისის ფარველიც არის, წმინდა დავით სანამ გარეჯელი გახდებოდა, ერთ-ერთ სამოღვაწეოდ ერთ-ერთი თბილისთან მახლობელი მთა, დღეს მთაწმინდას უწოდებს, სადაც იგი მოღვაწეობდა თავის მოწაფესთან და ამ დროს თბილისი იყო ცეცხლთაყოლისმლების ხელში და ყოველ დღე და ღამე ლოცობდა წმინდა დავითი, რომ გაეთავისებინა ეს ქალაქი უფალს ამ ესეთი ცრუღმერთების თაყვანისცემისაგან და ესეთი ცნობაც არსებობს, რომ ის ყოველ საღამოს გადმოდგებოდა ამ თიდან წვირიდან და ლოცავდა ქალაქს. სწორედ ამ ადგილას არის აშენებული, ხსენებული ჩვენი გენიალური წმინდა მამა დავითის სახლის მონასტერი დღემდე ფუნქციონირებს, მადლობა და ესე იქნება გჯერა მეორედ მოსვლამდე. მე წილის შემდეგ წმინდა დავით გარეჯელი იცით, როცა თბილისში ჩამოდიოდა ქადაგებდა შეაგონებდა ქრისტეს სახლის წმენას მოსახლეობას, შემდეგ როგორ მიუგზავნეს მას ერთ-ერთი მეძავი ორსულ მეძავი დაადანაშაულა იგი ამ ბავშვის მამობაში და იცით ისტორია, როცა ერთ-ერთი ვერსიით როცა წმინდა დავითმა სასწაული აღასრულა, რომ დედის მუციდან ჩვილი შეეპასუხა და დაასახლა ნამდვილის ვინაობა, ამის გამო ეს ქალბატონი ჩაიქოლა ერთი ვერსიით, მეორე ვერსიით კი მან ქვაშვა და ვიცით შემდეგ ისტორია ამ გაგრძელება ამ ისტორიისა, ქვაშვეთი, ანუ სადაც აშენებულია დღეს წმინდა ტაძარი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის. ცეცხლთაყვანისმცემლების ცდელობა იყო, ხომ როგორ? დიახ, რა თქმა უნდა, რადგან რომ წმინდა დავით გარეჯე უკაცრავად შეევიწრებდა როგორმე გაანეკდოთ ქალაქი და მისი ქადაგება და მართლაც შედრწმუნდა წმინდა დავით გარეჯელი ამ შემხედვარი ამ ბრბოს ქცევისა და განეშორა ქალაქს თავის მოწაფესთან და წავიდა დაყუდებულ მოღვაწეობაში და მივიდა სწორედ გარეჯს უდაბნოში, სადაც იგი დამკვიდრდა მთელი მოღვაწეობა მრავალი წლის განმავლობაში. მის ცხოვრება ძალიან დიდია, მოცულობითი და ხოთ ერთ ფაქტს მოკლედ მოიხსენეთ, თუნდაც მის პიროვნება რო წარმოჩეთ, რა დღის ის ფაქტი, ცნობილი ფაქტი, როცა იგი გარემგზავრება იერუსალიმის წმინდა ქალაქის მოსალოდსად, როცა მიახლება მადლის ქედა წოდებულ ადგილს, რომ დაინახავს თვალშეულა ჩანდექთან იერუსალიმი, თვალშეულოს იმ ქალაქს და თვითონ იესო მაცხოვარი დააბიჯებდა მოღვაწეობა და იმდენად საკუთარი უღირსების განცდა დაეუფლა, საოცარი სულიერი სამყარო ჰქონდა, რომ თბილისად არ ჩათვალა ამ ქალაქში შესვლის და დავარდა მუხლებზე და ილოცულობდა და ღმერთწოდების შენდობას თხოვდა, ისე რომ ხლებლები გაუშვა მოსალოდსად და მთელი ამ პერიოდში ელოდებოდა აი სწორედ ამ ადგილას და ლოცვით და ცრემლის წულით წოდების შენდობას თხოვდა ღმერთს და შემდგომ საკუთარ მობრუნდა მისი მხრებლები ბრუნდებოდნენ საქართველოში. წმინდა დავითმა სამი უბრალო ქვა რაც იყო უბრალოს ვახსენებთ, აბგას ჩაედო ნიშნად იმ მადლის, რომელიც და მადლიერების რომ ღმერთმა ღირსი გახადა, რომ ამ წმინდა ქალაქს მიახლა კიდეც. და იმავე ღამს იცი ღამე იერუსალიმის პატრიარქმა ილია მიხილა გამოცხადება ღვთისაგან, რომ აუწყა ზეცამ იმის შესახებ არ იცოდა იერუსალიმის პატრიარქმა, რომ საქართველოს მოსულია ღირსი მამა დავით, რომელსაც თავისი სიმძაბლის გამო მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს და ასევე კურთხევას მისცემს პატრიარქ ილიას, რომ სასწრაფო დაადევნონ დევლები, რომ გამოართვან ორი ქვა, ერთი წაიღო საქართველოში, რომ იერუსალიმი არ დარჩეს საერთოდ მადლის გარეშეო. საოცარი ეს არ არის ეს რეალობაა და მართლაც ეს აღსრულდება და წმინდა დავითი ერთ ქვას წამოვიდა საქართველოში, რომელიც ღვთისმადლით მართლაც მასში სასწაული ძალა დამკვიდრება და იქცევა სნეულთა კუნა და მრავალი სასწაულად აღმასრულა. დღემდე ეს წმინდა ქვა საქართველოში ნახება მადლობა ღმერთს და მრავალ სასწაულს აღასრულის მას წმენი და სიმდაბლით მიახლება. და დავით გარეჯს რაც შეეხება, უბრალოდ ერთი შემოიფარგლები ჩვენი დიდი წინაპრის უკაცრავად ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით,
დავით გარის მაბრძანა ესეც საოცარი სიტყვით დიდი ისტორიკოსი ჩვენი და აკადემიკოსის რომ თქვათ დავუშვათ რომელიმე ერს არ აქვს საერთოდ ისტორია მიეცით მათ დავით გარეჯი და ეკრემ მათ ისტორია მეგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს დიახ ნამდვილად ესე მოძღვარი როგორც სულიერი მამა ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა ბუნებრივია ძალიან ბევრია სასაუბრო ამ კუთხით მამა დავით გარეჯელი ვახსენეთ იოანე ზედაზნელი და ძალიან კარგი მაგალითი ყავს თუ რამდენად დიდი როლი აქვს ზოგადად სულიერ მამას ჩვენ ცხოვრებაში ანუ მოძღვარს რომ განვიხილოთ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და ავუხსნათ რა როლს თამაშობს ზოგადად მოძღვარი ადამიანის ცხოვრებაში დღეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული აქედან ვიტყოდ იმიტომ რომ მოძღვრობა ისეთი თემა ახლა ცოტა უხერხული შეიძლება იყოს როგორც სულიერი მოძღვარი საკუთარ თავზე კი არ ვსაუბრობ არ მინდა ვისაუბროთ როგორც ზოგადად მოძღვრობის უდიდეს მნიშვნელობაზე და ინსტიტუტზე ადამიანზეა დამოკიდებული ვინ როგორ დამოკიდებს ირჩევს მოძღვრის მიმართ ასე არის თვითუფალთან მართაც ვინ როგორც სიახლოვეს ირჩევს უბრალოდ უნჩევნია რომ ერთფილად იყოს მარტო სახელით ქრისტიანი დარჩეს უფლის ცნებები არ აღასრულოს მის შესახებ სწავლებაც არ გაიგოს მორჩილაზე ზედმეტია ლაპარაკი და ასეთ მდგომარეობაში და ვინცაც შეიცნობს ქრისტეს და ამერწმუნე და ჩვენ მათ რიცხვში მოვედით მადლობა ღმერთს რომ მეტად სიახლოვესკენ ისწრაფის ღვთისაკენ ასე დაახლოებით მოძღვრის მიმართაც საერთოდ სულიერი მამა ასე როგორც გვიწერია გადაცემის თავარ ანონსში უნდა გავმარტოთ რომ რატომ სულიერი მამა რატომ აინდამაიც მამა ყველა ვიცით ახლა ადამიანმა რომ ყველა შედგება ღვთისაგან ეს შექმნილი ადამიანი ხორცისა და სულისაგან ხო ბუნებრივია ხორცი ადამიანი ქმნის ადამიანს ქმნის ღმერთი მაგრამ ხორცი ვისგან აქვს მამა ყველას ყავს ხო ხორციელი მამა ჩვენ გვაქვს მეორე სული ასე როგორც ხორცს ჭირდება მზრუნველი ფარველობა მზრუნველობა როცა მithვეთოს ჩვენ შვილები ვართ რომ გაიზარდოს გამტკიცდეს რამე არ მოიწოს არ დავსოს ჭირდება მზრუნველი მამა ხო სწორია ასევე რა თქმა უნდა სულსაც ჭირდება სულიერი ხელმძღვანელი მზრუნველი რომელიც იზრუნოს სულის განვითარებას სწორედ ეს არის სულიერი მოძღვარი ვინმე ხდება სულიერი მოძღვარი მამა რამდენადაც კიდევ ერთხელ ვიძახი შვილი მასთან სიახლოვეში იმყოფება ეს უდიდესი საიდუმლოებაა როგორც ამ ქვეყანაზე ადამიანი მოვლენება არის ამოხსნელი ჩვენს გონებს მიუწვდომელი საიდუმლო რატომ მოვდივართ ამ ქვეყანაზე რის დრო რატომ აიდამაიც ამ დროს მუდმივად უბრალოდ რატომ ამ ქვეყანაში ვინ რატომ არის ის ჩვენი მშობელი და არა ის ხომ რომელ ქვეყანაში მოვდივართ ასევე დიდი საიდუმლოება ადამიანის სულიერი მოძღვრის შერჩევაც ეს ძალიან დიდი საიდუმლოება და ძალიან დიდი დაფიქრება მართლადამე და რწმენა უბრალოდ ეს ყველაფერი რატომ დადგა ესეთი კუთხით რომ 70 წლიანმა წყვეტამ კომუნისტური რეჟიმის დროს ეს პრობლემები უამრავი წარმოშვა კერძოდ როცა ადამიანი ნათლება უკვე იქვე ის სულიერ ზდას იწყებს და როცა ეკლესიის კარზე იზრდება ამიტომაც ინათლება გაიზო ჩვილი იქნება ეს თუ მოზარდი თუ უფრო ზდასული ადამიანი სულიერ იზრდება უკვე სულიერ მოჯახში ეკლესიაში და ავტომატურად მარტივად გვარდება პრობლემის სულიერ მოძღვრის შერჩევას და მის სულიერ განვითარება მაგრამ როცა როგორც წესი და სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში ჯერ კიდევ არის წყვეტა ნათლობის ემბაზიდან შემდეგ ზდასვა ადამიანებმა ეკლესიაში მისვლამდე შემდეგ უკვე დღის წესში დგება მოძღვრის შერჩევა თუმცა აქაც მადლობა ღმერთს ჩვენ დროზე ვისაუბროთ მადლობა ღმერთს რომ არის დღეს ძალიან დიდი არჩევანი სასულოდასი გამრავლებულია და ყველას შეუძლია საკუთარი შეხედულებისაემ გემოვნების საგნებად შეარჩიოს სულიერი მოძღვარი. და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, აქ არ შეიძლება რაღაც ჩევების მიცემა, ყველასთვის შეიძლება ექიმი გადასარევი ექიმია, უმრავი ადამიანი გადაარჩენა, მაგრამ ჩვენთვის არ აღმოჩნდეს ეს კარგი ხომ? ამიტომ ყველა საქმის წინ, ყველას ასევე ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოდის, აი მინდა რომ თქვენ იყოთ ჩემი მოძღვარი, ზოგი რჩევით, ზოგი რაღაცა ცნობადობით, ვეუბნები, კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი არჩევანი და ადამიანს ყველაზე ძვირფასი აქვს სული. ერთი ადამიანის სული. სულიერი მოძღვარია. ეხლა მაგას გეტყვით, ეხლა მოვაყოლებ დიახ. ყველა ძვირფასი რა ხან ადამიანის სული, ერთი ადამიანის სული უფრო ძვირფასი მთელი სამყარო, ხო? როცა მეც ჩვენს ყავს ახლა მოძღვრები, როცა ჩემ ყველა ძვირფასი რაც არის ჩემში ეს არის სული მარადიული ღირებულება და უნდა მივანდო ერთ ჩემნაირ ადამიანს მოძღვარიც ადამიანია, რა თქმა უნდა, მეც მათ შორის მივანდო ჩემნაირ ადამიანს. მოიძახე ცოტა ურწმუნოთ მოსულ გარ ეკლესიიდან თუ ესეთებიც არიან, ღერთმა ყველა მოიყვანოს ეკლესიაში, რომ მივანდო ჩემი სულის ხელმძღვანელობა, ის უნდა სარგებლო ჩემგან გარკვეული დობით, პატივისცემით, სანამ სიყვარული ნova გარკვეული მინდობითაც ხომ და ბუნებრივია ეს არ ხდება ხოლმე პრაქტიკაში რაღაც ეს ყისიერა და რაღაც სასწაული თუმცა ღმერთი გამონაკლისებს უშვებს ესეთ პრაქტიკაში ჩვენ გვსვენ უმრავი შემთხვევები მოძღვრის შერჩევას უშუალოდ აი ღმერთს მიუთითებია რაღაცა გულში გიგძვნია რომ რატომ მაიდამაიც ის და რატომ მაიდამაიც ეს არა თორე მღვდელი ყველა კარგია ყველა მღვდელს შეუძლია მიიღოს ჩვენი აღსარება შენდობა მოგცეს ღვთის ძალით მათ მაგრამ ყველა ჩვენი მოძღვარი ვერ გახდება ამიტომ ურჩევ ხოლმე როცა
ადამიანი გადაწყვიტავს ეს დრო ყველას უდგება თუ ძალიან ეხლა არ დაუხურა გულის კარები ღმერთს რომ გადაწყვიტავს რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და უნდა გადარჩენა მოდის ეკლესიაში და გადარჩენა რომ უნდა ეკლესიაში მარტო მოსვლა არ კმაროს მას უნდა გაერკვეს ეკლესიის ცხოვრებაში ხელმძღვანელი ჭირდება ამიტომ უნდა შეერჩიოს მოძღვარი და უნდა ილოცოს ამ საქმის ახსნების წინ სადაც ეკლესია გვასწავლებს რომ ნებისმიერი საქმის უნდა ილოცოს ადამიანმა ვითოს როცა მოძღვრის შერჩევა საქმე ეხება უნდა ილოცოს რომ ღმერთმა ღირსეული მოძღვარი მოაძების ანუ ღირსებას ნიშნავს ყველა ღირსეული მაგრამ მისი სულში შესაფერისი მოძღვარი და როცა უფალს ბიადოს ადამიანს ყველაფერი ღვთისმადიდ ისე კარგად გვარდება რომ ყველა შეიძლება ბედნიერი და მაყოფილია და დამშვიდებული ამ არჩევანის მიხედვით ვინაიდან უფალი ყოვლის მჭვრეტელი არის ყოვლის მხილველი არის ჩვენ შეიძლება არც თქვათ არც მოქმედებაში მოვიყვანოთ ის რაც გავიაზრეთ უფლისათვის დაფარული არ არის არც ჩვენი გონება არც ჩვენი გული და შესაბამისად ადამიანმა შეიძლება დასვას კითხვა რომ რა საჭირო არის მოძღვარი, მაშინ როდესაც უფალი ყოვლის მხილველი არის, ყველაფერს გრძნობს და მე პირდაპირ მასთან შემიძლია რომ დავამყარო კავშირი და ვესაუბრო მას და მასთან თქვა ახსარება და მოვინანიო ჩემი ცოდვები. დიახ, ესეც მახსენდება ფილმში რომ ქართულში საჭიროა გზა რომ ის ტაძართან არ მივიყვას მოძღვარი რომ საჭირო არ იყოს, რა თქმა უნდა ღმერთი არ დაადგინდა. უბრალოდ ეს ახალმოსულებმა არიციან, თორე ჩვენ ახლა ეკლესიაში კარგად ვიცით რომ ეკლესიაში არაფერი შემთხვევით არ დადგენ, ყველაფერი უფლისგან არის დადგენილი და შეიძლება ყოფილიყო ადამიანის ეს თქვა რა ჩამოდა რა თქმა უნდა ეს ესია უფალმა იცის ჩვენი ყველაფერი განსთემა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სულის გადარჩენა მოძღვრის გარეშე და ამ საიდუმლოს გარეშე უფალი არ დაადგენდა ამაზე ეს უბრალოდ ნდობის ფაქტორით თან უნდა დავიწყოთ მე ვისაც ყავს მოძღვარი და გვიმონაწილეა მოძღვართან საიდუმლოში უდიდესი რომელიც არის ახსარების საიდუმლო ყველა ხვდებით რომ დაადგინდა ღმერთმა მოძღვარი რომ შენ სინანული რაც არ გინდა იყოს გულწრფელი შეიძლება იყოს ძალიან ხურვალე ძალიან წმენითაც გამოხატული ის ვერ შეედრება იმ განსაცდელში ვერ მოგიტანს ცოდვის მოტივებას რაც გულისხმობ რასაც მოძღვრის ნათქვამის შენდობის ლოზა რამდოს ჭეშმარიტი შენდობა აღესება ცოდებისა და არა მარტო ცოდების გამო სინანული ადამიანს მარტო კი ვერ მოუტანს ცოდების სინანული შედეგს და მოტივებს არამედ მან უნდა შეინანოს ეს ცოდები და შეინანა სწორედ ეს არის ის რასაც ჩვენ ახსარებას უწოდებთ და რეალურად რა თქმა უნდა ღმერთმა ეს საიდუმლოება ეკლესიაში გდობაც ღმერთმა დაჩვიდე საიდუმლოდ ეკლესია მოკვდეს სულიწის მადლი ასე მოქმედებს ადამიანს რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მადლი მოიმოშაკოთ სულიწმიდისა ლოცვით მარხვით ცოტა ჭის დღევანდელი ხარისხით მაგრამ მაინც სიკეთის კედით მოწყალებით მაგრამ ის მაცხონებელი მადლის სისავსე მადლისა მხოლოდ ეკლესიის საიდუმლოში მონაწილეობთ მიეცემა ადამიანს როგორიც არის იწყებდა ნათლობით მირონცხებით შემდეგ რა თქმა უნდა ახსარება ზიარება სადაც ცოდების შეგვენდობა განვეწვიდებით და რა თქმა უნდა საიდუმლო სწორედ ეს არის ღდობა ყველა ადამიანი ვალდებულია და მონაწილეობს 6-ვე საიდუმლოში ну ჯურისტერა ნებასული და თქმა უნდა თუ აირჩევს თუ არ აირჩევს მონაზვნების ცხოვრებას და ერთადერთი რომელიც ღდობა როცა ღმერთი განსაკუთრებულად უშვებს ადამიანს ეს დიდი საიდუმლოა რატომ მაინდამაინც ამ ღდობა და იმ ადამიანზე არა ღდობა ამიტომ ჩვენ გვალვა ეკლესიის წესების მორჩილება და არაფერს ეკლესიას არ გვაკურთხებს რაც ჩვენთვის დამაზიანებელთ რატომ მაინდამაინც მღვდელი ახსარის მიღებათ ეს ალკე დიდი თემაა მაგრამ მოძღვართან მარტო ახსარებით არ შემოვიფარგლებით ჩვენ სწორედ აქ არის კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა თვითონ მრევლში რომ მიუხედავად იმისა რომ მოძღვარი ყველა ღირსეული მოძღვარი ამას ცდილობს რომ მრევლთან კონდეს უშუალო დამოკიდებულება აი ჩვენ ესე პარალელს გავავლებ როგორ არის რომ ზოგჯერ არის მამაშვილის ურთიერთობა ხორციელ ყოფიაში გულისხმობ რომ მამაშვილი არ არიან ერთმანეთთან ახლო რაღაცა მამას თავისი საქმე აქვს შვილს თავისი ცხოვრება და ეს არ არის კარგი მამაშვილობა კარგი მამაშვილობა მაშინ როცა მამა და შვილი ერთმანეთთან გახსნილები ურთიერთობაში ერთმანეთს შევებს ეკითხებიან უზიარებენ გავლინ დღის შაბიჭდილებას სიყვარულით არსებობენ და თუ ეს აუცილებელია ხორციელ ურთიერთობა რომ აუცილებელია სულიერ ურთიერთობაში ხომ ამიტომ მიდანაც ვარ მე მოძღვარი და ყველა მოძღვარი სულიერი შვილი რამდენიც ის არის ჩემთან ახლო სულიერად თუ ადამიანი ჩემს რჩევებს არ აღასრულებს ჩემს ლოცვა-კურთხებას ყურადღებას არ აქცევს მორჩილებას არ იცავს არ მიჯეს და არ მეკითხება ზოგადად და არ ითხოვს კითხვებს არსვას სამწმის შესახებ მე მისი მოძღვარი ვერ ნათქვამს ეს მხოლოდ ფიქტიური იქნება და უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანს არ დვიდა თუნდა ყოველს ადამიანს ბუნება ზოგადად მარტივად და მარტო მოძღვარი ჭირდა ერთგვარად აი ნაგვის ცოდის შედარება პატრონობა ნაგვის მანქანის ფუნქციით რომ მარტო ცოდები მოიტანო ეს ნაგავის სულიერ რაც აქვს ცოდები მარტო დაუტევოთ ჩვენ მშვიდად ვარ თავისუფლად აკარგია და მეტი მოძღვარი ასეთი დამიდგომა ადამიანს სარგებლობს ვერ მოუტანს რადგან ჩვენ განუზომლად დავალებულნი ჩვენი სული მამებისგან აი რასაოცარ ამის ბრძანის წმინდა იოანე ოქროპირი ამხელა წმინდა მამა ეკლესიის სვეტი და სიმტკიცე რომ ჩვენ უფრო მეტად დავალებულნი ვართ და უნდა მალდიანი სულიერი მამის ვიდრე ხორციელი მამისაო ძალიან ცოტა რთული გასაგები ერთბაშით მაგრამ დავფიქრეთ ნახეთ როგორ გამარტა წმინდა იოანე ოქროპირი რადგან ჩვენ ხორციელი შობელმაც ჩვენ გშობა
ამ ქვეყნის ცხოვრებისათვის, ბედნიერებისათვის, სიხარულისათვის, რომელიც დამთავრდება, სულ შეიძლება არ აღმოჩნდეს გარანტი ჩვენი საყვარელი ნეტარების. შე შემთხვევაში ბევრი ვერ ცხონდება. ანუ მამის ეს ღვაწლი დამსახურში უდიდესი იყოს, ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ვერ ცხონდეს ადამიანი და სულიერი მამა ჩვენ გვშობს მარადიული სიცოცხლისათვის, ანუ ბედნიერების, ნეტარების, ცხონებისათვის და რაოდენად დიდია მისი როლი ჩვენ სხვაში, ვიდრე თქვა ხორცელი მამის. რადგან სული მეტია ხორცე სულიერი მამის მნიშვნელობა უდიდესია ადამიანის ჩვენი სულის ვიდრე ხორცელი მამისა თუნდაც და ძალიან ყურადსაღები საქმეა ყველა ქრისტიანისა. მამა ირაკლი, აი როგორ უნდა მივაღწიოთ ამ უშუალო ურთიერთობას, რასაც თქვენ საუბრობდით, აი საწყის ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგას ალბათ, ხომ ეს გრძალვის, შიშის, რიდის მომენტი, როდესაც აი დადრება აღსარების თქმის დრო და ვერ არის გახსნილი სულიერ მოძღვართან ადამიანი. აი როგორ შეიძლება რომ მიაღწიოს მოძღვარმა სულიერ შვილთან აი უშუალო ურთიერთობას, ალბათ მოძღვარს აქვს თავარი მნიშვნელობა და თავარი როლი ხომ ამ ურთიერთობაში. თავარი როლიც აქვს, კეთახი, მაგრამ მარტო ფსიქოლოგიურად დამოკიდებული, კი რაც არ გინდა მოძღვარმა ყველანაირი გააკეთოს, მეორე მხარეზე ძალიან ბევრი დამოკიდებული. შეიძლება უფრო მეორე მხარეზე დამოკიდებული, ვინ რა გულით მოდის, რა გულწრფელად მოდის მოძღვართან. ანუ მოძღვართან კი არ მოდის რეალურად ღმერთთან. თუ მოძღვარი მასთან დამაკავშირებელი გოლი ერთგვარად შუამავალია და გამტარია საღვთო მადლისა, ხომ? მის გულწრფელად მოდის აუცილებლად იზღებოს ძალიან დიდ მადლს. და როგორც წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ბრძანებს, პიტარბიძე მე ვიმეორებ, არაფერს არ ვიბრალებ, რომ შენთვის მოძღვარი სულიერად მიწიერი ქრისტეა, წარმოგიდგენია და როგორც ქრისტეს მიახლებოდნენ ძალიან ბევრი, უფრო მეტად ბევრი არა გულწრფელად გამოცდით, ეჭვით, რაღაცა მის ნაკლის პოვნით, ისინი სარგებას ვერ ღებულობდნენ, ვინც მას წმენით მიახლა, ვინც ენდო ქრისტეს, მოციქულთა რანგში ამაყდნენ და სოფლო ქადაგებდნენ იქცნენ და განიკურნენ და მორავი სულიერი საწოდების შენდობა მიიღეს, როგორც რაცაგნე დიდი სოდვილი იყოს, თუნდაც ჩვენ სახარებაზე დაყვდით ვიცახით, რომ მეძავი, მემრუში, ავასაკი, უძღები, ყველამ წოდების შენდობა მიიღო, ხომ სწორია და ნაკლებად წოდვინი და რჯულის აღმასრულებელი თუნდაც მაშინდელი სასულიერო დასი ფარისევანი, უდელმსახურნი, უდელმთავარნი, წიგნობანი დაისაჯნენ. ამიტომ თავი ჩვენშია, ვინ რა გულით მოდის ღმერთთან და ამის შემდეგ მოძღვართან მიიღებს სარგებას, თუ არ მიიღებს. დღეს ძალიან ბევრი ასე საუბრობს თქვენ მოსმენი გექემათ შეიძლება ასეც ფიქრობდეთ, რომ დღეს სადღა არიან ღირსეული მოძღვრები. მოგერთმა შეგვინდოს მართლა ისეთი მოძღვრები არ ვარ ჩემზე ვიტყვი როგორც თქვა ღირსეული მოძღვარი უნდა იყოს მე არ ვარ ისეთი დიდი მოძღვრები ყავდა საქართველოს ეკლესიას მაგრამ ნახეთ როცა ადამიანი სტადის მუსიკაზე და ის სწავლობს მოცარტის, ბახის, ბეთჰოვენის ნაწარმოებებს. განეის უარს იტყვის, მოსკშესწავლებს რახან მას თვითონ მოცარტი და ბეთჰოვენი არ ასწავლის? ეს ხო გუნურება იქნება. ვიღაცა ხატვას ეუფლება, ხო ხატვის ხელოვნებას და განა ამიტომ დაძრახავს თავის ხატვის მასწავლებლებს და მოძღვარს გნებავთ ამ შემთხვევაში როგორც მასწავლებელს გულისხმობ რომ ის არ არის ფიროსმანი, არ არის ლეონო და ვინჩი, რა თქმა უნდა, მისთვის თავარი ეს ხელოვნება შეისწავლოს. დღეს არა ვართ შეიძლება არ ვარ მე როგორც მოძღვარი პეტრ და პავლეს მსგავსი, მაგრამ მისი სულიერი მემკვიდრე ნამდვილად ვარ და ის მადლობის პეტრ და პავლეს ქონდა წოდების შენდობისა და კანონიკური ხედასმით ჩვენც მოგვენიჭა, ეს ყველა მოძღვარს აქვს. ამიტომ შენ ამ მხრივ ნუ ეძებ, შენ რომ ეძებ პეტრ პავლესნაირ მოძღვარს, ივანე ოქროპირისნაირ მოძღვარს, განა შენ ხარ ისეთ სულიერი ქრისტე როგორც მადროს იყვნენ, მეც მოწამეებს იყვნენ მზად. ყველა პერიოდს თავისი შესაფერისი სასვლოდასი ედგინება ღვთისაგან. რაც არ გინდა ერთმა დაგვიფაროს ჩვენი საქართველოს ეკლესია და ყველა ნამდვილი ეკლესიას ერთ გულს მართლობას გულისხმობ, რაც არ გინდა რთული დრო მოვიდეს, წვენის ყუდა მოვა ეს დრო ჩვენ ვიცით. მეორე მოსვისին უფალი ყოველთვის დატოვებს ისეთ მოძღვრებს მიწაზე, რომელთა ხელთა ცხონება შესაძლებელია, ანუ მიიღოს მორწმუნე. ასე რომ შესაძლებელი დროის შესაძლებელი მოძღვრე ყოველთვის იქნება, თავი შენ რას ეძებ მაშინ და რისთვის მიდიხარ მასთან და როგორი გული თორე, რა თქმა უნდა, მოძღვარი ერთგვარად გამტარი, რაც გინდა ის სოდვილი იყოს, რაც გინდა ის უღირსი იყოს, საღვთო მადლის გამტარებას არ ეძლევა ეს ძალოვანი ღვთისაგან მას მიეწოდ, იმიტომ არის ეს საიდუმლოება. ისევე როგორც ექიმთან არ მივდივართ მისი ცხოვრების წესის მიხედვით თქვათ ხომ, შესაბამისად და ჩვენც თავარი არის რომ სწორი მკურნალობა დაგვინიშნოს და საშველი დაგვადგეს ხორციელად, ასევე არის მოძღვარი თავისთავად ხომ მივდივართ მასთან იმისთვის, რომ სულიერად განვიკურნოთ. ჩვენ რა აი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოძღვრების სწორედ მიზანის რა უნდა იყოს რომ ადამიანი და ჩვენზე მონდობილი მრევლი სულიერად სრულყოფილი ჩავაბაროთ ქრისტეს როცა გარდაცვალების ეს არის ჩვენ თავარი მიზანი და ფუნქცია. სხვა ჩვენ მიზანი არ გავგაჩნია და სწორედ ამაში ხელმა შეუწყოს მეორე მხარე. და რატომაც უძახეს სულიერ მამას და მაინდამაინც მამას წინა პავლე მოციქული ბრძანებს რომ სახარებისა მიერ მე გშევ თქვენ ჩვენი სულიერი სწავლებით ეკლესიის სწავლების გადამოცემით მასე და რა თქმა უნდა საიდუმლო სახსრულებით და თუნდაც პირად მაგალითად უნდა ივშვათ ეს ადამიანი ქრისტეში რეალურად ცხონებისათვის და ეს არის ჩვენ თავი ფუნქცია მოვლა ამაში გვჭირდება რა თქმა უნდა ღვთის მადლთან ადგომა და იგივე მრევლის
უდესის სიყვარული მზრუნველობა, რომ ეს ჩვენ მისია აღვასრულოთ მათი სულების საცხოვნებელად და ჩვენი სულების გადასარჩენად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის დაგემშვიდობებით. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია მოვისმინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით სხვა სტუმრებთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, გეტყვით რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მოხალისეობრივ პლატფორმა ტყის მეგობრის შესახებ და ასევე გეტყვით რომ ეს დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი დავით დამენია. დილამშვიდობის ბატონი დავით, მადლობა გახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობისა. მოგესალმებით და მინდა ყველა გარემოს დამცველს მიულოცო დღევანდელი დღე. ჩვენც გილოცავთ, რა თქმა უნდა, და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ზრუნავთ ჩვენს გარემოზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ასეთი მასშტაბური აქციით აღინიშნა ეს დღე. საინტერესო არის, რა თქმა უნდა, ის პროექტები, რომელიც თქვენ გაქვთ, ერთ-ერთი არის სწორედ ეს ტყის მეგობარი და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ამ ყველაფერში საზოგადოება აქტიურად არის ჩართული. თავდაპირველად ამ აქციით დავიწყოთ საუბარი, თუ როგორ მოხდა საზოგადოების ჩართვა და როგორ გაგრძელდა ეს აქცია. დიახ, ამ აქციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო, უნდა აღვნიშნო ხაზგასმით, ვინაიდან ეს მოხალისეობრივი პლატფორმის შედეგად მოხდა მობილიზება ჩვენი მოქალაქეების და ასევე კერძო სექტორის, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენს კამპანიაში წლევანდელ წელს მსოფლიოს გარემოს დაცვის დღეს და ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხდა დასუფთავების აქცია. როგორც თქვენ უკვე თქვენს შესავალ სიტყვაში აღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს მოხალისეობრივი პლატფორმა ტყის მეგობარი, რომლის მეშვეობითაც მოხდა ამ ღონისძიების დაინიცირება, გავრცელდა სოციალური ქსელებითაც მათ შორის და მოხალისეება, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ამ ჩვენს მოხალისეობრივ პლატფორმაზე მიიღეს მონაწილეობა დასუფთავების აქციაში. თავის მხრივ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელი არის და ეს არის პირველი ფაზა ამ პროექტის მოსამზადებლად. და როგორი არის შემდგომი განვითარება, ასე ვთქვათ, ამ პლატფორმის და რამდენად არიან რეალურად ჩართულები მოხალისეობრივი ჯგუფები, როგორც კერძო სექტორები, ასევე ვთქვათ, თუ არის ორგანიზაციები, ფიზიკური პირები და ასე შემდგომ, უფრო მეტად ჩართულები და წლიდან წლამდე როგორი არის, ვთქვათ, შედეგი. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ჯვრის მონასტრის ტერიტორიის დასუფთავების საკითხი რო გავაგრძელოთ, აქ გვაქვს მასშტაბური პროექტი ტყის აღდგენის, რომელიც ვრცელდება 31 ჰექტარ ტერიტორიაზე და თავის თავში გულისხმობს ამ ტერიტორიაზე 25300 ერთეული ხის და ასევე ბუჩქის გაშენებას. რაც თავის მხრივ ძალიან კარგი გავლენას მოახდენს როგორც ადგილობრივ ეკოლოგიაზე, ასევე სრულიად შეცვლის იმ გარემოს, რაცაც ჩვენ ახლა მიჩვეული ვართ, მაგალითად თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით რომ მივიდივართ, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვექნება, როცა იქ ტყე გაშენდება და ამ ტერიტორიაზე ყველას ექნება შესაძლებლობა იმისი, რომ მიიღოს მონაწილეობა, როგორც ამ აქციაში, რომელიც უკვე გაიმართა და ასევე სიმბოლურად 5 ენერგი დაერგო, როგორც იცით. დიახ, რა თქმა უნდა, სიმბოლურად რადგანაც 5 ივნისი არის, ასევე 5 ენერგი
კი იქნა დარგული და უნდა კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო იმ მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ჩვენს კამპანიებში. დიახ, ნაკვეთებად არის დაყოფილი, ხო? დიახ, 140 ნაკვეთი არის, 140 ნაკვეთი არის ამ ტერიტორიაზე გამოყოფილი. დიდ ფართობზეა საუბარი. 31 ჰექტარ ფართობზე რა თქმა უნდა საუბარი და ყველას აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის არის ხოლმე თხოვნები, მაგალითად მსხვილი კომპანიებისგან, რომელსაც კონკრეტულ ნაკვეთს დაერქვას მათი სახელი, მათ მიიღონ აქტიურად მონაწილეობა ამ კონკრეტული ნაკვეთის აღდგენაში, დარგვის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა მისი მოვლა პატრონობაც შიც დაეხმარონ ეროვნულ სატყეოს სააგენტოს. თუმცა რა თქმა უნდა ეროვნული სატყეოს სააგენტო ისედაც ვალდებული არის და თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ტერიტორია მაქსიმალურად იყოს დაცული, მოვლა პატრონება არ შეწყდეს ამ ტერიტორიაზე და ჩამოყალიბდეს ისეთი ლანდშაფტი, როგორიც გვაქვს ჩვენი მოვლა აღდგენის პროექტით დაგეგმილი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მოხალისეები ძალიან მოწადინებულები არიან და ეს კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია ამ მიმართულებით, რომ მოხალისეებს აქვთ სურვილი არა მხოლოდ დარგვის და ერთჯერადად ამით, ასე ვთქვათ, მათი ვალდებულების მოხდით, არამედ სისტემატური სახით მოუვარონ კიდეც ამ ტერიტორიებს და წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, თავიანთი დარგული ხეების ნაყოფიც ნახოთ საბოლოო ჯამში. დავით, ვიდრე გავაგრძელებდით კვლავ ჩვენ ქვეყნის მაგალითის საუბარს, რომ გავიხსენოთ ისტორია და ვუთხრათ მაყურებელს, რომელი წლიდან აღინიშნება და როგორ აღინიშნება ზოგადად ეს დღე მსოფლიოში. 1973 წლიდან აღინიშნება გარემოსდაცვის მსოფლიო დღე და ყოველწლიურად სხვადასხვა მესიჯები აქვს აღნიშნულ დღეს. წლევანდელი წლის მესიჯი ეს არის პლასმასის ნარჩენების შემცირება და მის საბოლოო ჯამში აღარ მოხდეს გარემოს დაბინძურება ამით, მაგრამ ბუნებრივია ეს პრობლემაც რჩება. იგივე პრობლემა, რაც ჩვენ ნახეთ კიდეც ამ აღნიშნული აქციის ფარგლებში, იყო რომ გზის განაპირა ფერდობებზე სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვაქვს დანაგვიანება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ისევ არის პლასმასი და მისი ნარჩენები. თუმცა წლიდან წლამდე ეს ტენდენცია რა თქმა უნდა შემცირებისკენ მიდის. ეს სცენი გვაქვს ხომ ზოგადად ადამიანებს, აი ნარჩენების სატოვის, თუნდაც იგივე პიკნიკზე გასვლისას და ასე შემდეგ. ამ კუთხით რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც გვაქვს აღნიშნული პრობლემა ნარჩენების დაბინძურების. ძირითადი ნაწილი, სადაც ტყის ტერიტორიები ბინძურდება, არის გზის განაპირა ტერიტორიები და ასევე ისეთი ადგილები, სადაც მასშტაბურად ხდება მოქალაქეების გადაადგილება საპიკნიკით. როცა ტყეში ყველა შეუძლია ფაქტობრივად შესვლა და კონკრეტული საპიკნიკე ადგილები არის გავრცელებული მოსახლეობაში, რაც ძალიან დიდი ოდენობით ქალაქების გადაადგილებას იწვევს და საბოლოო ჯამში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე აკუმულირდება მთელი რიგი ნარჩენები, რომლებიც თავის მხრივ ასევე ხანძარსაშიშრობის რისკსაც ქმნის საბოლოო ჯამში. თუმცა უნდა ვთქვა, რომ წლიდან წლამდე ეს ტენდენცია უფრო და უფრო მცირდება და შესაბამისად მოქალაქეების ცნობადობაც უფრო ამაღლებული არის. რა აკეთდება იმისათვის, რომ ცნობადობის ამაღლებისათვის თქვათ რა კამპანიებს აწარმოებთ და როგორი არის საბოლოო ჯამში შედეგი და ასევე ალბათ საინტერესო არის იმის გაგება არის თუ არა გარკვეული ბრწყალებში სასჯელი, თქვათ იგივე ჯარიმის სახით და ასე შემდეგ, რომ უფრო მეტად გამოიჩინონ ყურადღება გარემოს მიმართ. მადლობა ამ კითხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საინფორმაციო კამპანიები. განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის სეზონზეც, როცა უკვე ხანძრისაშიშროების რისკი უფრო იმატებს, ამ პერიოდში მოუწოდეთ მოსახლეობას როგორც სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ, ასევე რა თქმა უნდა ნარჩენების მიმართულებითაც გვაქვს კამპანიები, გვაქვს ყველანაირი პლატფორმის მომაც ვიყენებთ ამისთვის, როგორც სოციალურ მედიას, ასევე თქვენი როგორც მედიის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით და ყოველწლიურ კამპანიებში თქვენც ასევე გვეხმარებით, რომ მოსახლეობასთან გქონდეს კომუნიკაცია, ასევე გვაქვს საინფორმაციო კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით პირდაპირ შეხვედრებით ჩვენი მეტყევეებიც გადაადგილდებიან ტყეში და მოუწოდებენ მოსახლეობას წესების დაცვისკენ. ასევე რაც თქმა უნდა თქვენ ახსენეთ კანონის გამკაცრება და სანქციების ნაწილი, რაც წლიდან წლამდე ასევე შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა კანონი და ეგრეთ წოდებული მსუსხავი ეფექტიც ბუნებრივია მოქმედებს მოქალაქეებზე, რომ მათ იციან, რომ თუ კი გარემოს მიაყენებენ ზიანს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფულად სანქციებიც ეკისრება და ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი გარემოს ზიანზე მიყენებული ზიანი 100 და 1000 ლარს, აქ უკვე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს. დიახ. და თუ არის რაიმე სამომავლო გეგმა, რაზეც შეგვიძლია რომ უკვე წინასწარ ვისაუბროთ, ეროვნული სატყეო სააგენტო
რას საქმიანობს ამ კუთხით სამომავლო რიგებთან დაკავშირებით? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ტყის მეგობრის პლატფორმა, რომელიც თავიდანვე აღნიშნეთ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სატყეო სააგენტოში, გააგრძელებს ფუნქციონირებას და ამ პლატფორმაზე მაქსიმალურად უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა მოხალისე იყოს ჩართული ნებისმიერ აქტივობაში, როგორც კერძო სექტორი, ასევე მოხალისეები. ჩვენი მიზანიც არის, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი მოხალისე და მსხვილი კერძო სექტორი, რომელებიცაც აქვთ საშუალება არ მხოლოდ ფიზიკურად მიიღონ მონაწილეობა ამ მოლაღწინის ღონისძიებებში, არამედ მათ შორის გამოყონ დაფინანსებაც ამ მიმართულებით და რაღაც კონკრეტულ როგორც აღნიშნეთ, კონკრეტულ ტერიტორიებსაც კი დაერქვას მათი სახელი, რომ მათ მიერ აღდგენილი ტყე არის და ამ მიმართულებით ბუნებრივია ეროვნული სააგენტოს აქვს ძალიან დიდი გეგმები ტყის მოვლა აღდგენის კუთხით. ბატონო, ასევე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის და დიდი როლი აქვს საგანმანათლებლო სისტემას ასეთ შემთხვევაში, რომ თავიდანვე სკოლამდელი ასაკი იქნება თუ სკოლაშივე, რომ ისწავლებოდეს ეს ყველაფერი, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეთ გარემოს და არის ახლა შესული, ვთქვათ, იგივე საგნებში, რომ ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ, ვთქვათ, პიკნიკზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ალბათ ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტად ჩაერთონ გარემოს დაცვაში და რა კამპანიები შეიძლება რომ აწარმოოთ იმისათვის, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად ჩართულები ამაში და მათი ცნობიერება თავიდანვე ამაღლებული იყოს. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა თაობა გაცილებით უფრო სენსიტიურია გარემოს დაცვის საკითხების მიმართ. გაცილებით უფრო თამამები არიან, რომ მიუთითონ მათ თანატოლებს თუ დასრულ ადამიანებს, რომ გარემოს სჭირდება დაცვა, არ მოახდინოთ თანაგვიანება, არ შექმნათ საფრთხე ხანძრის ტყეში და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენს ახალგაზრდა თაობასთან კომუნიკაციაში, თუნდაც წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩვენ მას ამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებმა მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, მათ შორის მაგალითად ჰქონდა გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრს ჰქონდა სკოლის მოსწავლეებთან გამართული ღონისძიება, სადაც მათ ეს ვთქვათ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს და შემეცნებითი ინფორმაციები მიიღეს ჩვენგან, ასევე იყო მაგალითად დაცული ტერიტორიების სააგენტომაც ლაგოდეხში გამართა ღონისძიება, დასკვით ღონისძიება გარემოსთან მიმართებაში და აქაც რა თქმა უნდა მოხდა მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა და ასევე გქონდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ზღვისპირეთში და მოხდა დატესტვა სატესტო ჩვენება წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის, რომელიც დისტანციურად იმართება და აგროვებს ნარჩენებს და აქ სანაპიროსთან დასუფთავებაც მოხდა. ამ პროცესში რა თქმა უნდა გვაქვს ახალგაზრდებთანაც კომუნიკაცია და მათი ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი არის. წარმატებები მინდა გისურვოთ და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ვილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და დაგემშვიდობებით. მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი დავით დამენია. მოგეხსენებათ 30-31 მაისს გაიმართა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. კონფერენცია ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა კურთხევით. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით. ჩვენმა თანაწამყვანმა ელისაბედ აბულაძემ ჩაწერა ინტერვიუ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც გახლავთ სტოკჰოლმის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მიქაელ ჰიალმი. ნახოთ ინტერვიუ. Dr. Michael, first of all, thank you. ბატონო მაიკლ, პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიცით, რომ აქ იმყოფებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროფესორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით და მონაწილეობდით კონფერენციაში სათაურით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით და ორგანიზებული იყო საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ. გთხოვთ გითხრათ რამდენიმე სიტყვა ამ კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ. ჩემი აზრით, ამ კონფერენციით თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახალ ეტაპზე გადავიდა საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით და მისი მნიშვნელობა გამოჩნდა უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტში. რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოსთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ვფიქრობ, აკადემიის რექტორმა დიდი ნაბიჯი გადადგა უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ეს კონფერენცია მნიშვნელოვნად. ბატონო მაიკლ, ვიცით რომ ბრძანდებოდით მომხსენებელთა შორის და წაიკითხეთ მოხსენება კონფერენციაზე, რას ეხებოდა თქვენი ნაშრომი, თუ შეიძლება რომ გითხრათ? ჩემი მოხსენება არის იმის შესახებ, თუ რამდენად არსებითი არ გქონდეს კავშირი ჩვენს წარსულთან. ნიკეის კრება და ქალკედონის კრება არ არის მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა. ეს ჩვენი თანამედროვე ეკლესიის ცოცხალი და განუყოფელი ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ წარსულში შემდგარი კრება. ეს უწყვეტი პროცესია ეკლესიაში. ეკლესია მუდმივად იკრიბება ისტორიის განმავლობაში. ძველი წმინდანები ჩვენთან ერთად არიან თანამედროვე დროსაც. ბატონო მაიკლ, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ თქვენ შეხვდით სტუდენტებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და მათ ლექცია წაუკითხეთ. თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება იმ გარემოზე, რაც დაგვხვდათ ამ უმაღლეს სასწავლებელში, ვინაიდან ვიცით, რომ ეს უკვე თქვენი მეორე ვიზიტია საქართველოში და მეორედ გქონდათ შესაძლებლობა, რომ სტუმრად ყოფილიყავით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ეს არის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იმ დროიდან, რაც ბოლოს აქ ვიყავი, სულ უფრო დიდი ნაბიჯებით ვითარდება. უმჯობესდება სწავლის მეთოდები, იწვევენ მასწავლებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და აღრმავებენ საერთაშორისო ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია აკადემიის წინსვლისთვის. გასულ წელს ჩვენთან სტუმრად იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და მათ მიიღეს მონაწილეობა ჩვენს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. მათ შვედეთში ლექციები მოისმინეს და ასევე წაიკითხეს თავიანთი მოხსენებები. ურთიერთობის ეს ფორმა იმედი მაქვს, მომავალშიც რა გრძელდება და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება. ბატონო მაიკლ, თბილისის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან ასევე იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსული სტოკჰოლმში და ისინი შეხვდნენ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ასევე ესტუმრნენ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს, რომლის რექტორიც თქვენ ბრძანდებით და თუ შეგიძლიათ რომ ამ სასწავლებელზეც რამდენიმე სიტყვა გითხრათ. ჩვენ ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რათა შეიქმნას პირველი დამოუკიდებელი მართლმადიდებლური უნივერსიტეტი დასავლეთ ევროპაში, რომელიც აქამდე არასდროს არსებობდა. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის კოლეჯი არის საერთაშორისო მართლმადიდებლური. სასწავლო პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა წარმომადგენლები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩვენთან ასევე ტარდება საგანმანათლებლო სემინარები სასულიერო პირთათვის. ამ სასწავლებლის გამორჩეული მახასიათებელია მისი მრავალფეროვანი გარემო. ეს არ არის ერთი კულტურა, ეს არის მრავალი კულტურის შერწყმა. არის თუ არა მოთხოვნა წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე სტუდენტების მხრიდან და იზრდება თუ არა ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე? სტუდენტთა რიცხვი დაახლოებით 500-ია. ეს არ არის დიდი ინსტიტუცია, მაგრამ არც პატარაა. ამჟამად გვაქვს საბაკალავრო, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამები. მაგრამ თუ მივიღებთ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსს, მაშინ კურიკულუმს და კურსების მიმართულებას მცირედ შევცვლით და გავზრდით თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, საიდანაც გვყავს სტუდენტები, როგორებიცაა საქართველო, რუმინეთი და სხვა ქვეყნები. ბატონო მაიკლ, ასევე მინდა გკითხოთ მართლმადიდებლებზე შვედეთში. ჩვენ როდესაც ვესტუმრეთ შვედეთს და კონკრეტულად სტოკჰოლმს, აღმოვაჩინეთ, რომ სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი. საინტერესოა მათზეც რომ გვიამბოთ და ასევე მოგვიყვეთ თქვენი ისტორიაც. როგორი იყო თქვენი გზა მართლმადიდებლობამდე? შვედეთში დაახლოებით 9,5 მართლმადიდებელია. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა შვედეთისთვის. მათ შორის არიან ქართველი მართლმადიდებლებიც. ქართული სამრევლო რაოდენობის თვალსაზრისით მცირეა, თუმცა ძალიან აქტიური შვედეთში. მას შვედურ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს დიდწილად დაკავშირებულია მამა შიო ბიწყინაშვილის, ქართული სამრევლოს მოძღვრის საქმიანობასთან, რომელმაც არაჩვეულებრივად იმუშავა. სამრევლოს მეორე მოძღვარ მამა ნიკოლოზთან ერთად. ახლა კი უკვე გვყავს ახალი მღვდელმსახური. მამა სერაფიმე სმენძრარდი, რომელიც შვედია და შვედურენოვანია. ეს სამრევლო აერთიანებს როგორც შვედურად მოლაპარაკე, ასევე ქართველ მართლმადიდებლებს.
ჩვენი სასწავლებელიც წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის კოლეჯიც ასევე აერთიანებს მართლმადიდებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ჩვენი თავისებურება. რაც შეეხება ჩემს პირად გზას, 35 წლის წინ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი. უბრალოდ წავიკითხე იოანეს პირველი სახარება და მივხვდი, რომ წამს ის, რასაც ვკითხულობ. დღეს კი შვედეთის ქართული სამრევლოს წევრი ვარ. თუ შეიძლება თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით, შვილებზე, მეუღლეზე, ჩვენ ვიცით, რომ ისინიც მართლმადიდებლები არიან. დიახ, ისინი დაბადებიდან მართლმადიდებლები არიან. დღეს შვედეთში სულ უფრო მეტი ადამიანი იბადება უკვე მართლმადიდებლის ოჯახში. ჩვენს ოჯახში სამივე თაობა მართლმადიდებლები ვართ. დაუბრუნდეთ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს. რა ფაკულტეტები გაქვთ, რომ გკითხრათ? 4 მიმართულება გვაქვს: ბიბლიის სწავლება, ეკლესიის ისტორია და პატრისტიკა, ლიტურგიკული კვლევები და ეკლესიათმცოდნეობა. მე თავად ეკლესიათმცოდნეობაში და კანონიკურ სამართალში ვმუშაობ. თითოეულ მიმართულებას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და ასევე ლექტორები ამავე დარგში. ბუნებრივია წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს ექნება საერთაშორისო ურთიერთობები და პარტნიორობა სხვა მართლმადიდებლურ სასწავლებლებთანაც. დიახ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ ინსტიტუტთან. იმის გამო, რომ ჩვენ საერთაშორისო მართლმადიდებლური სასწავლებელი ვართ, გვჭირდება ურთიერთობა მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელ ქვეყანასთან. ამიტომაც ვმოგზაურობთ ხშირად ლექტორები და პროფესორები. ახლახან რუმინეთიდან დავბრუნდი. შემდეგ კვირას რომში მივემგზავრებით. ჩვენი სასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ამ ყველაფერს. ჩვენი ვალია გავიცნოთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნები. გავიცნოთ მათი საეკლესიო არქიტექტურაც. მოვინახულოთ მნიშვნელოვანი საეკლესიო ძეგლები. კულტურათა მრავალფეროვნების შესწავლა მართლმადიდებლობის შუქზე მეტად საინტერესოა. რაც გეტყვით წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ამ პარტნიორობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი უნიკალური ბუნებით მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის კოლეჯი კი ყოველთვის მზადაა საქართველოს ეკლესიას მისცეს პლატფორმა ამ როლის განსახორციელებლად, საგანმანათლებლო კუთხით. ვფიქრობ, ეს იქნება ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს შორის. გმადლობთ ბატონო მაიკლ და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გთხოვოთ შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, მით უმეტეს რომ უკვე მეორედ ბრძანდებოდით სტუმრად ჩამოსული. დიახ, ორჯერ ვიყავი საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ჩემთვის თქვენი სტუმართმოყვარეობაა. ის მართლაც უნიკალურია. ასევე თქვენი დიდებული ტაძრები. მათ აქვთ საკუთარი სტილი, რომელიც საოცრად მშვენიერია. ასევე თქვენ გყავთ ქალი წმინდანი, წმინდა ნინო, რომელიც არის საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს რომ თავად მყავს 5 ქალიშვილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის ჩვენ თანაწამყვან ელისაბედ აბულაძის. როგორც უკვე აღნიშნეთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გადაგიხდით, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგვითმეთ. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს დაგემშვიდობებით დროებით.